ვფიქრობ, ეს საღიაზრია არა? თუ ისინი არ გადაიხდიან, მათ არ დავიცავ. არა, მათ არ დავიცავ. როცა ეს თქვი კრიტიკის ქარცეცხლში მოვხვდი. იცით, ყველაზე დიდი პრობლემა, რომელიც ნატოსთან მქონდა, ისაა, რომ მე ვიცნობ მათ, ჩემი მეგობრები არიან, მაგრამ ამერიკის შეერთებულ შტატებს რომ პრობლემები ჰქონდა და ჩვენ მათთვის დახმარების სათხოვნად დაგვერკა, როგორ ფიქრობთ, მოვიდოდნენ და დაგვეხმარებოდნენ? წესით უნდა მოვიდნენ, მაგრამ მე ასე დარწმუნებული არ ვარ. ეს ყველაფერი კი ალიანსის წევრობის მიღმა. ვფიქრობ, ნატოს მეხუთე მუხლის გაფართოება გაცილებით ეფექტური იქნება. ეს არ არის ნატოს წევრობა, თუმცა გულისხმობს იმავე დაცვის უზრუნველყოფას უკრაინისთვის, ნატოს სახელმწიფოების მხრიდან. ვფიქრობ, ეს იქნება სტაბილური, ხანგრძლივი, ეფექტური უსაფრთხოებითი გარანტია. იმაზე უკეთესი, ვიდრე ზოგიერთ განცხადებაში მოვისმინე. ასე რომ ეს არის ერთ-ერთი შეთავაზება, რომელიც მაგიდაზე ჩვენი მხრიდან დავდეთ. ჩემი აზრით, უკრაინაში ევროპული ძალების განთავსების იდეა იქნება ეს ბრიტანული თუ ფრანგული ძალები ყველაზე კომპლექსური და ნაკლებად ეფექტიანი გადაწყვეტაა. მე გამოვრიცხე იტალიური ჯარების გაგზავნის შესაძლებლობა უკრაინაში. ვფიქრობ, მეტი უნდა ვიფიქროთ სხვა უფრო გრძელვადიან გადაწყვეტაზე. სხვა საკითხია გაეროს სამშვიდობო ძალების გაგზავნის იდეა, რადგან ეს ძალები ერთვებიან თავად სამშვიდობო პროცესებშიც. ეს არაა შეთავაზება, რომელიც ახლა განიხილება. მოცემული საფრთხეებისა და იმის ფონზე, რაც უკრაინაში ხდება, უნდა ავაშენოთ ავტონომიური თავდაცვის შესაძლებლობები ევროპელებისთვის. თუ ჩვენ მართლა გვსურს ფართო მასშტაბის ევროპული პროექტების განხორციელება ევროპის ინდუსტრიულ სექტორში, დაგჭირდება ევროპული ფული. რუსეთმა საკუთარი პოზიციები მკაფიო გახადა. მან თქვა არა ნატოს, არა უცხოურ ჯარებს. მათ სურთ იხილონ უკრაინის დემილიტარიზაცია, მისი ნეიტრალობა. ეს პირობები მიუღებელია უკრაინელებისთვისაც და ჩვენთვისაც. ვადასტურებთ ევროპელების მზაობას საგანგებო მხარდაჭერა გაუგზავნოთ უკრაინას და მივაწოდოთ მათ საკვანძო საჭიროებები, მათ შორის შერაღება. ვსაუბრობთ ცეცხლის შეწყვეტაზე ცასა და ზღვაში, ასევე ევროპული ან არაევროპული ძალების განთავსებაზე უკრაინის მიწაზე, ან სხვა სახის გარანტიებზე. რატომ ვართ ევროპელები და სხვები უკრაინასთან დაკავშირებით ასე განწყობილი? იმიტომ რომ აგრესორი ბირთვული ძალაა, ასე რომ საკმაოდ ლეგიტიმურია ევროპამ საკუთარი თავისთვის ბირთვული შეკავებაც განიხილოს.